თარგმანს უზრუნველყოფს სათარჯიმნო კომპანია NG Georgia. ძიმე მრეწველობა, რომელიც ისტორიულად მამაკაცების სფეროდ მიიჩნეოდა, დღეს ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას განიცდის. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მონაცემებით, ქალების ჩართულობა მეტალურგიაში, ქიმიურ მრეწველობასა და სამთო-მოპოვებაში სტაბილურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად ამ სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 15-20% შეადგენენ ქალები, ბოლო 10 წლებში შეიმჩნევა მკაფიო ზრდა. თანამედროვე კორპორაციებისთვის გენდერული მრავალფეროვნება აღარ არის მხოლოდ სოციალური კეთილინების გამოხატულება, ეს პირდაპირ კავშირშია ბიზნესის ეფექტიანობასა და მდგრადობასთან. მაგალითად, McKinsey-ის კვლევები ადასტურებს, რომ მრავალფეროვანი გუნდები 25%-ით უფრო მოგებიანები არიან, რადგან განსხვავებული ხედვები ინოვაციურ გადაწყვეტილებებს უწყობს ხელს. გლობალური ტალანტების დეფიციტის პირობებში მძიმე მრეწველობის გიგანტები აცნობიერებენ, რომ შრომითი ბაზრის ნახევრის, ანუ ქალების იგნორირება ეკონომიკურად წაგებიანია. დადებითი ცვლილებები ქართულ კონტექსტშიც გადმოითარგმნა და დღევანდელ ეთერში ამ ტენდენციას უკვე ადგილობრივ ჭრილში მიმოვიხილავთ. ამისთვის კომპანია რუსთავის ფოლადის ხელმძღვანელს მასპინძლობთ და მასთან ერთად გავშვით როგორც გენდერული მიმართულებით არსებულ ვითარებას, ასევე კომპანიის გასული წლის შედეგებსა და სამომავლო პროექტებს. მანამდე გეტყვით, რომ 2011 წელს დაფუძნებული შპს რუსთავის ფოლადი ფლობს 1948 წელს დაარსებულ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, ეს ამიერკავკასიაში პირველი სრული ციკლის მქონე უდიდესი საწარმოა. თბილისთან ახლოს მდებარე ქარხანა, რომელიც ისტორიულად ფოლადისა და უნაკერომილების წარმოებაზე იყო ორიენტირებული, ამჟამად მსხვილი საინვესტიციო და რესტრუქტურიზაციის პროგრამების მეშვეობით მიზნად ისახავს საქმიანობის სრულ აღდგენასა და პოზიციების გამყარებას როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ ბაზრებზე. მაშასე იგორ კორიტკო, რუსთავის ფოლადის დირექტორია. ჩვენთან ერთად მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბარ სინქრონული თარგმნით უზრუნველყოფს სათარჯიმნო კომპანია NG Georgia. მოგესალმებით, ბატონო იგორ, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. Thank you very much for the invitation. ბატონო იგორ, უპირველესად გადაცემის თემატიკიდან გამომდინარე მინდა კითხოთ ქალების როლზე მძიმე მრეწველობაში. გლობალურად რა ტენდენციაა დარწმუნებული ვარ, ამ ტენდენციებსაც ადევნებ თვალს და ასევე უშუალოდ რუსთავის ფოლადის ჭრილში, როგორია კომპანიის მხრიდან განხორციელებული პროექტები, რომლებიც უწყობს ქალების წახალისებას, დასაქმებულების წახალისებას უკვე კომპანიის ჭრილში. ისტორიულად ყველა მძიმე მრეწველობა აღქმული იყო როგორც სამუშაო ადგილი მამაკაცებისთვის. პირველ რიგში ეს განპირობებული იყო იმით, რომ ეს არის მძიმე სამუშაო, მაღალი ტემპერატურა, ტვერი დიდი რაოდენობით და ასე შემდეგ. თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია. სიტუაცია შეცვლილია იმის გამო, რომ ახალი ტექნოლოგია შემოდის, ავტომატიზაცია შემოდის პროცესში და რომელიც მუდმივად ვითარდება და ხორციელდება მძიმე მრეწველობას და ასევე ფოლადის მრეწველობას სოფლის მასშტაბით ცვლის. შესაბამისად, ჩვენც მიუყვებით ამ ცვლილებას. მაგალითად, ფოლადის მწარმოებელი ყველა მიიცის, რომ ეს არის კაცი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს, ძალიან მძიმე სამუშაო არის. თუმცა ახლა ეს ადამიანი კომპიუტერის უკან დგას, კარგად განიავებულ ოთახში უყურებს მონიტორს, ეკრანს და მთელ პროცესს აკონტროლებს. იგივე ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაშიც, რაც ნიშნავს იმას, რომ აღარ არის განსხვავება კაცებსა და ქალებს შორის და ყველა შეუძლიათ ეს ადგილი დაიკავონ და შეასრულონ ეს სამუშაო. სწორედ ამიტომ იზრდება მსოფლიოს მასშტაბით ქალების ჩართულობა და ჩვენს ქარხანაშიც მათ შორის. მაგალითად, ამჟამად ჩვენ გვაქვს დაახლოებით 20% ქალებისა, რაც კარგი მაჩვენებელია, რადგან ტრადიციულად, განსაკუთრებით საქართველოში, ადამიანები ჯერ კიდევ აღიქვამენ მძიმე მრეწველობას და მეტალურგიულ ქარხანას ადგილს მამაკაცებისთვის და იმედი მაქვს, რომ გარკვეული დროის შემდეგ უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ ადამიანი, რომელიც ფოლადს ქმნის, იქნება ქალი, თუმცა ახლაც კი უკვე გვაქვს გარკვეული პოზიციები და ადგილები, რომლებიც მეტწილად ქალებით არის დაკომპლექტებული, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი დეპარტამენტები, როგორებიცაა ტექნოლოგიების განვითარება, ხარისხის კონტროლი, ფინანსები, ადამიანური რესურსები, ეგრეთებული HR-ი, 80%-ზე მეტი სწორედ ქალები არიან ამ პოზიციებზე და ეს პროცესი
მუდმივად მზარდია. სწორედ ამიტომ ოპტიმისტური ხედვა გვაქვს, როგორც აღნიშნე, უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ ფოლადის მწარმოებელიც ქალი იქნება. კი ბატონო, ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, იდეაში თანამედროვე ტექნოლოგიებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ქალებიც ამ სფეროშიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის რუსთავის ფოლადის ჭრილშიც. და ეს ტენდენციაც ალბათ სამოვალოდ იქნება მზარდი. Absolutely. Absolutely. გეთაქვებით ნამდვილად. ტექნოლოგია უკვე შეიცვალა. ჩვენ მაინც ტრადიცია გვეუბნება, რომ ეს არის ადგილი კაცისთვის, თუმცა უკვე იცვლება ეს ტენდენცია. კი ბატონო, მინდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის 2025 წელი მიმოვიხილოთ. ყველა მიმართულებას ცალკეულად ჩავშლით, თუმცა მინდა ახლა შევაჯამოთ ზოგად ჭრილში კომპანიისთვის როგორი იყო გასული 2025 წელი, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ის კომპანიისთვის. As we mentioned before many როგორც times, აქამდე აღნიშნეთ არაერთხელ ჩვენი თავი ბიზნესი ეს არის უნაკერო მილები და ძალიან დიდ პერსპექტივას ხედავთ ამ ბაზარზე ამ მიმართულებით, მხოლოდ ერთადერთი მწარმოებელი ვართ უნაკერო მილებისა საქართველოში, კავკასიის რეგიონშიც არც ისე ბევრია ამ მიმართულებით, ამიტომ ძალიან დიდ შესაძლებლობებს ხედავთ ამ მიმართულებით და ვზრდით წარმოებასაც და გააკეთებს უნაკერო მილების მიმართულებით და მინდა აღნიშნო, რომ 2024 თუ შევადარებთ 2023-ს მაგალითად სამჯერ გავზარდეთ წარმოება 300%-ით გაიზარდა წარმოება, რაც შესანიშნავი შედეგია ნამდვილად და 2025 წელს უკვე გავაგრძელეთ ეს პროცესი და წარმოება გავზარდეთ 15%-ით. ეს აღარ არის 300%-იანი ზრდა, თუმცა როდესაც ასეთი მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ, ეს პროცენტული მაჩვენებელი უკვე საკმარისად კარგია. კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც 2025 წლით ჰქონდა, ეს არის ფოლადის ფასის და ხარჯების გაუმჯობესება, რომელიც არის ჩვენი ბიზნესის მთავარი პროცესი, იმიტომ რომ ფოლადისგან იწარმოება სწორედ ეს მილები, შესაბამისად, როგორც იცით, ახალი აღჭურვილობა შემოვიტანეთ ფოლადის წარმოების მიმართულებით, რომელიც 3 წლის არის დაახლოებით და პროცესი იმისთვის, რომ ხარჯდეფექტურობა გაუმჯობესდეს, გრძელდება და 2025 წელს კარგი მაჩვენებლები ჰქონდა, ხარჯები შევამცირეთ ფოლადისა და უკვე ამ მიმართულებით ვაგრძელებთ განვითარებას. შესაბამისად, ეს არის ორი მთავარი მიმართულება 2025 წლისა და ვფიქრობ წარმატებულები ვიყავით. კი ბატონო, მინდა ეს ორივე მიმართულება ცალკეულად ჩავშალოთ, თუმცა პირველი დავიწყოთ უნაკერო მილები ახსენეთ, ეს არის უნიკალური პროდუქტი, ხომ, რასაც რუსთავის ფოლადი ქმნის და საექსპორტო ბაზრებისთვის განსაკუთრებულად მოთხოვნად. მინდა გკითხოთ, რა მოცულობებს შეადგენს ამ დროისთვის წარმოება რუსთავის ფოლადის ჭრილში და ასევე ძირითადად რომელ ბაზრებზეა ეს პროდუქტი განსაკუთრებულად მოთხოვნადი. 2025 წელს ჩვენ გავყიდეთ 33,000 ტონა უნაკერო მილებისა და თითოეული მილი არის უნიკალური იმის გათვალისწინებით, რომ ერთმანეთის იდენტური არ არის, სხვადასხვა განზომილება აქვს, სხვადასხვა სისქე აქვს, სხვადასხვა გრადიენტია და ამ შემთხვევაში როგორც თითქოს მანქანას ინდივიდუალურად ვუდგებით ხოლმე ასეა და ეს არის განსაკუთრებული ნამდვილად უნაკერო მილები ზოგადად ფოლადის ბაზარზე. ორი ძირითადი ბაზარი გვაქვს, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე მსხვილი ბაზარი მსოფლიოს მასშტაბით და მეორე მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენთვის არის ევროკავშირის ბაზარი. ევროკავშირის შემთხვევაში ჩვენს მილებს ვყიდით იტალიაში, ძირითადად ნიდერლანდებში, გერმანიაში და თითქმის ყველა ქვეყანაში, თუმცა ნაკლები რაოდენობით. კონცენტრირებული ვართ ძირითადად ამ ორ ბაზარზე, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა. გეგმა მომავლისთვის არის ის, რომ კიდევ ერთი ბაზარი გვინდა განვავითაროთ, ეს არის შუა აზია, სამხრეთ ამერიკა, შეიძლება აფრიკის გარკვეული ნაწილი, თუმცა მაინც მთავარი ბაზარი არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა და ძალიან ვამაყობთ, რომ ქართული ისეთ ქვეყნებში გადის, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და კონკურენციას უწევს მათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქტის ხარისხი, სერვისი, რომელსაც ვაწვდით, იგივე დონეზე არის, როგორც არის წამყვანი წარმოებლები მსოფლიოს მასშტაბით. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, მათ შორის ნედლეულის ნაწილში, როგორც ახერხებს კომპანია გადაჭრას ეს პრობლემა, გამოწვევებს შორისაც რამდენიმე თვის უკან, როდესაც BMG-სთან ჰქონდათ ინტერვიუ, ერთ-ერთ გამოწვევას
გამოწვევად სწორედ ნედლეულის მიმართულებით დაასახელეთ. რა ვითარებაა მიმართულებით, რამდენად რჩება ეს დღის წესრიგში ეს გამოწვევა და თუ არის კიდევ რაიმე გამოწვევები, რაც კონკრეტულად წარმოების მიმართულებით იქნება? We don't have challenges გამოწვევები არ გვაქვს თუ წარმოებაზე საუბრობთ უშუალოდ მილების წარმოების მიმართულებაზე. აქამდე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოში ნედლეულის ნაკლებობა არის უშუალოდ და როგორც იცით, ჩვენ ამჟამად ვაწარმოებთ არმატურას და ასევე ფოლადის მილებს და საკმარისი ნედლეული მასალა არის ფოლადის მილებისთვის, თუმცა საკმარისი არ არის არმატურის შემთხვევაში. და როგორც აქამდე აღმინიშნავს, ჩვენ აღვიქვამთ არმატურის ბიზნეს არა როგორც ძირითად ბიზნეს, ჯერ კიდევ ვაწარმოებთ, თუმცა ეს არის ჩვენი მთავარი საქმიანობა. კარგია რომ გქონდეს, როგორც ამბობენ ხოლმე, დამატებით მიმართულებად. კი ბატონო, ახსენეთ არმატურა, ესეც ერთ-ერთი მიმართულებაა კომპანიის და ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. ამ მიმართულებით როგორი იყო 2025 წელი, რამდენ მოთხოვნადია ადგილობრივ ბაზარზე ეს პროდუქტი? I would say it was normal year. ნორმალური წელი იყო, ვაწარმოებდით ჩვენს 70,000 ტონა არმატურას, არ ვართ ყველაზე მსხვილი მწარმოებელი საქართველოში ამ მიმართულებით, თუმცა ბაზრის წილს ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ და ვიტოვებთ და ნორმალური წელი იყო, არაფერი განსაკუთრებული და ასე იმიტომ საუბრობ ამ მიმართულებაზე, რომ ეს არ არის მთავარი ძირითადი ბიზნესი ჩვენთვის. ფასებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, არმატურის იმპორტიორებს დაუწესდათ ტარიფები, რაც აიხსნებოდა იმით, რომ ადგილობრივ წარმოებას ჰქონოდა ხელშეწყობა. ამასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიები ამბობდნენ, რომ ეს არ იყო მათთვის, ესე ვთქვათ, მისაღები პოლიტიკა, რადგან გაუძვირდათ არმატურის ფასი. თუმცა მეორე მხრივ ამას ახსნა ჰქონდა, როგორც ვახსენე, ადგილობრივი წარმოების წახალისება. რა შედეგი მოუტანა ამას ადგილობრივმა წარმოებამ უშუალოდ რუსთავის ფოლადის ჭრილში, თუ იგრძენით რაიმე ბენეფიტები? მათ შორის მოთხოვნის ზრდის და ასე შემდეგ. Let's look on this subject from another point of view. მოდით ამ თემას შევხედოთ სხვა კუთხით. I believe that we should talk about ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უნდა საუბრობდეთ არა ნომინალურ ფასზე არმატურისა, არამედ უნდა საუბრობდეთ სამართლიან კონკურენციაზე ბაზარზე, იმიტომ რომ საქართველოში ეს არის ღია ბაზრის ეკონომიკა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანი კონკურენცია გქონდეს. თუ დარწმუნებულები ვართ, რომ კონკურენცია არის სამართლიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას ექნება საუკეთესო ფასი, რაც შეიძლება არსებობდეს ბაზარზე. რას ნიშნავს სამართლიანი კონკურენცია ჩემთვის პირადად? If we have the Turkish rebar მაგალითად, თურქული არმატურა გვაქვს საქართველოს ბაზარზე, ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია არის სამართლიანი, იმიტომ რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელსაც ღია ბაზრის ეკონომიკა აქვს, თურქეთი ეს არის if they supply შემთხვევაში თუ ხდება მიმწოდებელი საქართველოს ბაზრისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზარი არის ღია და კონკურენცია არის სამართლიანი. ამჟამად მეორე თემა რაც უნდა აღინიშნოს ამ შემთხვევაში არის ის, რომ ქართველი მწარმოებლები არასდროს არ აწარმოებენ 100%-ით არმატურას, რომელიც სრულად მოიხმარება საქართველოში, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორღაც მაინც გვექნება იმპორტის წილი. ახლა ძალიან ბევრი თურქული მასალა არის ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკურენცია არის სამართლიანი. თუ არ იქნება თურქული მასალა ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მცდარია, რაღაც არასწორად კეთდება და ახლა ძალიან მყარად ჯერა, რომ კონკურენცია 100%-ით სამართლიანია, იმიტომ რომ თურქული მასალა არის ამჟამად ბაზარზე, ქართველი მწარმოებლები მუშაობენ ნორმალური მოცემულობით, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი მეზობლებიც და მეგობრებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა და თავრობის წყალობით არ ვიტყოდი მხარდაჭერას, არამედ ვიტყოდი თავრობის legislation კანონმდებლობის წყალობით, სწორი ზომების მიღების წყალობით, რომლებიც ამჟამად არსებობს. სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი მოცემულობა. ეს არის ჩემი ხედვა ბაზართან მიმართებით ამ თვალსაზრისით. ბატონო იგორ, თქვენ რამდენიმე თვის წინ ასევე BMG-სთან ინტერვიუში ახსენეთ, რომ კომპანია განიხილავდა არმატურის ბიზნესის გაყიდვას, რადგან ეს არ იყო ძირითადი საქმიანობა და ძირითადი მიმართულება კომპანიის, როგორც დღესაც აღნიშნეთ და ასევე არის ხარჯიანი ეს წარმოება და ამონაგები არ არის იმდენი, როგორიც უნდა იყოს. ამ მიმართულებით ხომ არ არის სიახლეები, ხომ არ დაიძრა ეს პროცესი?
We are now in the same position. ახლა იგივე მოცემულობაში ვართ, გჯერა რომ ჩვენი ძირითადი ბიზნესი ეს არის უნაკერობილები და ძირითადი მიზეზი არის ის რომ ეს არის სხვადასხვა ტიპის ბიზნესი, როდესაც ვატარებთ უნაკერობილებს და ასევე არმატურას. იმიტომ რომ უნაკერობილების შემთხვევაში ეს არის ძალიან ასე ვთქვათ, ცოდნით და ტექნოლოგიით ახსავსე მიმართულება, ძალიან looking on the each pipe. ფილად ვუყურებთ და ვუდგებით თითოეულ მილს და არმატურის შემთხვევაში ეს არის განსხვავებული ტიპის ბიზნესი და მოცემულობა და ჩვენი მოსაზრებით არ არის შესაძლებელი რომ ორივე კონდეს ერთნაირად ერთი და იგივე ადამიანებთან ერთნაირად განვითარებული, ამიტომ ვჯერა რომ უნაკერობილები არის ჩვენი მთავარი ძირითადი მიმართულება, რაც შეეხება არმატურას, იგივე მოცემულობაში ვართ, როგორშიც ვიყავით რამდენიმე თვის წინ. განვიხილავთ, ვფიქრობთ ამ ბიზნესის გაყიდვაზე, თუმცა ჯერჯერობით არ გაგვიყიდია. ახლა 100%-ით ისევ ჩვენს ფლობელობაში არაფერი შეცვლა ამ თვალსაზრისით და შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო უახლოეს მომავალში რამდენიმე თვის გათვალისწინებით არ გავყიდით, შევინარჩუნებთ ჯერჯერობით, თუმცა მეორე მხრივ ჯერ კიდევ ვფიქრობთ მის გაყიდვაზე. ეს არის ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით და ძირითადი მიდგომა არ შეცვლილა, ჯერჯერობით არ გაგვიყიდია, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში არ გავყიდით, თუმცა ჯერ კიდევ განვიხილავთ. ეს არის ჩვენი მოცემულობა. კი ბატონო, მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს დგას დღის წესრიგში, თუმცა პროცესი ჯერ არ დაწყებულა და არც უახლოეს მომავალში არ დაიწყება, ხო? Right. მართალი ბრძანდებით. On the agenda, but არის დღის წესრიგში, თუმცა not finished, not არ started. არის დასრულებული, არ არის დაწყებული და უახლოესი მომავალისთვის არ გეგმება სწორი ბრძანდებით. კი ბატონო იგორ, დღეს ბაზარზე არსებული ელექტროენერგიის ფასებით მინდა მიმოვიხილოთ, რამდენად არის ეს კომპანიისთვის წარმოებისთვის გამოწვევა და ამის საპასუხოდ ხომ არ გეგმავთ თვის თუ ზრუნველყოფის გასაზრდელად რაიმე პროექტებს, იქნება ეს მზის პანელები, იქნება ეს ელექტროსადგურები, ჰესი თუ ასე შემდეგ. I would say it's not first ვიტყოდი რომ ეს არ არის პირველი თემა ჩვენს დღის წესრიგში ელექტროენერგიის ფასები, რადგან ქვეყნები არის სადაც ელექტროენერგიის ფასი უფრო ძვირია ვიდრე საქართველოში, მაგალითად არის ქვეყნები სადაც ელექტროენერგიის ფასი უფრო იაფია ვიდრე საქართველოში გვაქვს, ამიტომ სადღაც შუა მოცემულობაში ვართ ფასის თვალსაზრისით. I would say we are okay with ვიტყოდი რომ ნორმალურია ჩვენთვის ელექტროენერგიის ფასი, იმიტომ რომ გვესმის და ვიაზრებთ რომ სამართლიანი კონკურენცია არის ბაზარზე, ბევრი მიმწოდებელი არის ელექტროენერგიისა, შეგვიძლია ვიყიდოთ ელექტროენერგია სხვადასხვა წყაროდან, ზოგჯერ უფრო იაფად, ზოგჯერ უფრო ძვირად, ეს დამოკიდებული არის სხვადასხვა გადახდებზე, მაგალითად წინასწარი გადახდა ხდება, მოგვიანებით გადახდა ხდება, მას შემდეგ რაც მოვიხმართ და ასე შემდეგ, ყოველთვის გვაქვს ეს მოცემულობა და მისაღებია ჩვენთვის ნორმალურია. ეს არ არის პირველი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში, რაც შეეხება ახალ პროექტებს. ჩვენი ელექტროენერგიის თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ საინტერესოა ჩვენთვის, თუმცა კიდევ ერთხელ არ არის პირველ ადგილას ჩვენი დღის წესრიგისა, რადგან ინვესტიციას ვაკეთებთ არა ელექტროენერგიის მიმართულებით, არამედ ეს არის ჩვენი მილების ხარისხი, სადაც ინვესტიციას ვაკეთებთ. შეიძლება 1-2 ან 3 წლის შემდეგ უკვე ინვესტიცია ელექტროენერგიის მიმართულებითაც გავაკეთოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ეს არ არის მთავარი საკითხი ამჟამად ჩვენთვის. კი ბატონო იგორ, გარემოს დაცვით ვალდებულებებზეც მინდა ვისაუბროთ. ამ მიმართულებითაც რა არის ის, ასე ვთქვათ, ინიციატივები, პროექტები, რასაც კომპანია ახორცელებს და რამდენად წარმატებით ახორცელებს ამ ყველაფერს, გულისხმობ, რაიმე გამოწვევები ხო არ არის ამ პროცესში? Well, the process is challenging. პროცესი არის თავისი არსით გამოწვევებით სავსე, 100% თანხმედრაში ვართ ყველა რეგულაციასთან. ზოგჯერ რთულია, ზოგჯერ ძვირიჭდება, ძვირადღირებულია, თუმცა ვერაფერს ვერ ვიტყვით, სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენ ამ აქტივობებს, ინიციატივებს, კანონმდებლობას, ზომებს, რადგან ჰაერი, რომელსაც ჩვენ სუნთქავთ, რა თქმა უნდა, I would say nothing against all these measures. არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს ამ ზომების მიმართულებით 100%-ით. თანხმედრაში ვართ, ყოველ მეორე კვირას გვაქვს შემოწმებები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიდან, რამდენად
თანხვედრაში ვართ ამ მოთხოვნებთან და ვაგრძელებთ რომ თანხვედრაში ვიყოთ და სრულად ვუჭერთ მხარს ვერაფერს ვიტყვი დამატებით ამასთან დაკავშირებით. ბატონო იგორ, საუბრის ბოლოს მინდა ვკითხოთ 2026 წლის გეგმები, ის ინვესტიციები, რაც იგეგმება რომ განხორციელდეს და ის პროექტები, რომელთა შესრულებასაც ფიქრობთ რომ 2026 წელს შეუდგებით. მინდა ყველა ის გეგმა მიმოვიხილოთ ორივე წარმოების მიმართულებით, ახალი ინვესტიციების თუ სხვადასხვა მიმართულებით. მთავარი მიზანი არის ის, რომ გაყიდვები და წარმოება მილებისა გავზარდოთ და შემიძლია გითხრათ, რომ წარმოებას მილებისა დაახლოებით 30-40%-ით გავზრდით, რა თქმა უნდა, რთული მიზანია, გამოწვევები ახლავს და წელს უბრალოდ ზრდა არ იქნება შესაძლებელი, რადგან ინვესტიციაც უნდა გავაკეთოთ ხარისხში პირველ რიგში. და გეგმა ამ წლისა არის ხარისხში ინვესტირება. ვიცით ინვესტიციის მაჩვენებლები, არ ვიცი როგორ თქვა, მსხვილია თუ არც ისე მსხვილი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ 5-10 მილიონ დოლარამდე იქნება ინვესტიცია განსაკუთრებით ხარისხის თვალსაზრისით და ასევე შიდა კონტროლის მიმართულებით, ასევე მილების თითოეული შემადგენელი ნაწილის და სხვადასხვა ასპექტის თვალსაზრისით, იმიტომ რომ წარმოების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტის ხარისხი გავაუმჯობესოთ, რადგან სხვა მწარმოებლები მუდმივად აუმჯობესებენ ხარისხს და როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ კონკურენციაში ვართ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, კორეელ მწარმოებლებთან და ასე შემდეგ, ამიტომ თანხვედრაში უნდა ვიყოთ და ეს არის ჩვენი მთავარი გეგმა ამ წლისა. დასახელებული თანხა, რაც ახლა თქვენ თქვით, არის 2026 წლის გეგმებში განსახორციელებული ინვესტიცია. ეს მინდა დავაზუსტო და ასევე ახლა ამ დროისთვის წარმოების მოცულობა უნაკერო მილების დაახლოებით რას აღწევს, რომლებიც შემდგომ უკვე საექსპორტო ბაზრებზე ნაწილდება. გულისხმობ რაოდენობებს. 100% ექსპორტზე არის ჩვენი მილებისა, რადგან ძალიან მცირე ბაზარი არის საქართველოში და თითქმის 100%-ით ვიტყოდი 99.9%-ის ექსპორტი ხდება და ეს ინვესტიცია არის ექსპორტის მიმართულებით. და ყველა მათგანი არის უნაკერო მილების მიმართულებით 5-დან 10 მილიონამდე, რაც აღვნიშნე, ყველა ინვესტიცია არის სწორედ ამ მილების მიმართულებით. და 2026 წლის წრილში, ხო? 26 we start in 2026. ვიწყებთ 2026 წელს. შეიძლება ყველა არ დავასრულოთ და სრული 5-10 მილიონამდე არ დავხარჯოთ, თუმცა დავიწყებთ 2026-ში და მთავარი რაოდენობა თანხისა ამ წელს დაიხარჯება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო იგორ, გადაცემაში სტუმრობისთვის. სასიამოვნო იყო თქვენთან ინტერვიუ და გელოდებით მოკლედ სიახლეებით მუდმივად ჩვენს ეთერებში. მადლობა კიდევ ერთხელ. იგორ კორიტკო, რუსთავის ფოლადის დირექტორი სტუმრობდა გადაცემაში. ჩვენ საუბარს სინქრონული თარგმნით კი უზრუნველყოფდა სათარჯიმნო კომპანია NG Georgia. თარგმანს უზრუნველყოფს სათარჯიმნო კომპანია NG Georgia.